საღამომშვიდობისა პკტ-ვის რუბრიკა სოცექსპრესი გთავაზობთ გადაცემას თბილისის აგრარული ბაზრები და მათი შემოგარენი. მე ვარ ჟურნალისტი ციცო გერლიანი. საქართველოსა და კერძოდ თბილისში აგრარული ბაზრები ძალიან ბევრია, მაგრამ ბევრი მათგანი განაკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს და სტანდარტებს, ვინაიდან დარღვეულია მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, შენახვის პირობები და ადგილები და რაც მთავარია დაუცველია სანიტარული ნორმები. ბაზარი როგორც სიტყვიან ბაზარია, მუდამ ხალხმრავლობა, ხმაური, ფუსფუსი, ლანძღვაგინება, სიცილკისკისი და ასე შემდეგ. თავისთავად არიან გამყიდველები და მყიდველები. იყიდება ყველაფერი. მომხმარებელი ყიდულობს ყველაფერს, მაგრამ ხშირად არ ფიქრობს იმაზე, თუ რას ყიდულობს. ბაზარში იყიდება ისეთი საქონელი, რომლის დასამზადებლად საჭიროა აუცილებლად დაცული სანიტარული ნორმები. რძე, კარაქი, ყველი, მაწონი. ვიცით, რომ ქუჩაში ღიაცის ქვეშ იყიდება. და არავინ იცის თუ სად როდის და როგორ პირობებშია დამზადებული. არადა ამ ნაზ და სათუთ რძის ნაწარმში ადვილად ისადგურებს ეგრეთ წოდებული ნაწლავის ჩხირი, რომელიც შემდეგ ასევე ადვილად ხდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს. ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ ყოველდღე ვხედავთ, თუ როგორ არის ბაზრის დახლებზე გამოტანილი და დაწყობილი შეუფუთავად პური, ყველი, ხორცი, თევზი თუ ქათამი, ხოლო გამყიდველებს შემამჩნევთ, რომ ისინი შიშველი ხელებით ემსახურებენ მომხმარებელს სპეცსამოსის გარეშე. საკითხავია და საინტერესოა, სად არიან და სად იყურებიან ამ შემთხვევაში სპეცსამსახურის თანამშრომლები, თქვათ იგივე ქალაქის მერია, გამგეობა, სურცათის ეროვნული სააგენტო თუ სანიტარული სამსახური. ისინი საერთოდ არსებობენ კი და თუ არსებობენ რას ემსახურებიან? ჩვენ და სამწუხაროდ ქვეყანაში წლების განმავლობაში დამკვიდრებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ხალხს მისცა თავისუფლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოყენებული იქნას ეს ბოროტად. ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი თაობის მომავალს, მათ ჯანმრთელობას და ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული და წარმოწეული წინაპლანზე. ვინაიდან ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ადამიანები. ჩვენ ორგანიზაცია ჟურნალისტები და იურისტები ადამიანის უფლებათა დასაცავად მასთან არსებულმა ჟურნალისტური გამოძიების სამსახურმა და ტელეკომპანია პკტ-ვის გადამღებმა ჯგუფმა ჩვენ ცხელ ხაზის შემოსული ინფორმაციის შესაბამისად, სადაც მოსახლეობა გვატყობინებს, რომ აგრარული ბაზრები საშინელ და სავალალო მდგომარეობაშია, დავიწყეთ მონიტორინგი. პკტ-ვის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ნავთლუღის ცენტრალურ ბაზარში, სადაც გადაღებული იქნა კადრები, ასევე გავესაუბრეთ მყიდველებს და გამყიდველებსაც, ბაზრის დირექტორს ბატონ შოთას და შემოგთავაზებთ ამ ჩანაწერებს. პკტ-ვის გადამღები ჯგუფი ახლა იმყოფება ნავთლუღის ბაზარში. ეს ბაზარი საკმაოდ დიდი ბაზარია და ნახოთ რა პირობებში იყიდება ყოველდღიური მოხმარების საქონელი. განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ რძესა და ხორცის ნაწარმზე, ვინაიდან ეს პროდუქტებია, რომელთაც განსაკუთრებული მომზადება და შენახვა სჭირდებათ. ნახოთ, გავიაროთ. ამ კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ ბაზარში არ არის დაცული არავითარი სანიტარულ-გიგიენური ნორმები. მალფუჭებადი საქონელი გამოტანილია გარეთ 30 გრადუსიან სიცხეში შეუფუთავად მაცივრების გარეშე, აზიან ბუზები და არავითარი ყურადღება ამას არ ექცევა. გამყიდველები მუშაობენ სპეციალურ ტანსაცმელზე და ხელთქმანების გარეშე, ისინი დგანან იქ, სადაც მათი მოსახერხებელია, პროდუქტები პირდაპირ ძირს მიწაზე დევს. ბაზარი იწყება პირდაპირ ქუჩიდან, ვერ გაიგებს სად იწყება და სად მთავრდება. ვერ გეტყვით როგორ რეაგირებს ყველაფერ ამაზე ბაზრის ადმინისტრაცია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავესაუბრებით მათ და ვნახოთ რას გვეტყვიან. მათ ასაც მალე გაგვეცნობით. ფაქტი კი ის არის, რომ ზარალდება მომხმარებელი, იწამლებიან და ვერ იგებენ რით არის ეს გამოწვეული. სამტადე ხორცისთვის გაყინული ხორცი როგორ არის ეს? გაყინული ხორცს ეს არ გავს, მაგრამ რატო კიდევ ასე ღიად შეუფუთავად მაცივრის გარეშე? აქ ხო ბუზები აჯდება, მტვერი არის, რა ვიცი, ყველანაირი არასასიამოვნო მდგომარეობაა და ეს ნებადართული გაქვთ თქვენ საერთოდ ადმინისტრაციისგან, ან საიდან გაქვთ ჩამოტანილი ხორცი? არა, თქვენ იქაც გავარკვევთ, მაგრამ თქვენგანაც გვაინტერესებს პასუხი, იმიტომ რომ სათანადო საბუთი გაქვთ რამე, რომ ეს ნამდვილად ჯანსაღი საქონლის ან ღორის ხორცია. თან გაქვთ ახლა საბუთთან გაქვთ? არ არის უფროსი და მოვა და თუ გაინტერესებს გააქვს.
უფროსი ადმინისტრაციაში იქნება ზევით? მეტი დარღვევა არ არის ქვეყანაში ახრომ არ მოხდა. არა, ძალიან ბევრი დარღვევებია ჩვენ ყველაფერს ამას ესენი გვინდა ყველა ის რაცაც ხედავ და რაც არასასემნო თვალს არ ხვდება თვალში ხვდება ადამიანს ეს ისევ ჩვენთვის და თქვენთვის არის, ხო? რომ შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ და გამჯობესდეს, რომ თქვენს გქონდეთ ნორმალური ვაჭრობა, დაიდგას მაცივრები და იყოს სისუფთავე ბაზარში. ხო იქნება საინტერესო ეს თქვენთვის. სისუფთავე იყოს, არ არის სისუფთავე მეტი რა ვქნა. არა, მარტო თქვენზე რა მათლაპარაკი საერთოდ თელს ბაზარში. თელ ბაზარში მიხედავს დირექცია ახლა ჩვენი განსაკუთრებით. პირველ რიგში სანამ ბაზარი შემოხვდეთ, გარეთ რა მდგომარეობა? არა, ჩვენ გარეთაც ვიყავით და შიგნითაც ჩვენ გვინდა რომ ბაზარი გავდეს ბაზარს, რომ ესიამონოს შემოსვლა მყიდველსაც და გამყიდველის კმაყოფილი იყოს. შემოსავალი არაფერი არ აქვს, რომ რამე გააკეთონ. ჩვენ ვინ ძველი ხალხი ვარ, დარჩენილები რო იტყვიან ვამაგრებ. შემოწმება გვაქვს კვირაში ერთხელ. საპონი რო არიდოს მასთან, კრანთან, იმაზე შეიძლება ჯარიმა დაწერონ და ქუჩა რა დღეშია. სიფინძურე, ყველი გარეთ იმიტომ უფრო დგას ხალხი რომ გადასახადი ნაკლები არის ალბათ. გარეთ იხდიან უფრო მეც ვიდე 2 ლარია აქ ჩეკი გადასახადი. შემოვიდნენ სუფთად ლამაზად და დასხდნენ. ოჯობია ეგა. ამიტომ ჩვენი სურვილია შემოდის. დაიკეთება საცა ბაზარი. წუდინეთ, მაგრამ მოგწანდეთ დასხნენ და ივაჭრონ. დილიდან საღამომდე. რის გამო რატომ ხია შემოდის გარეთ ვიყიდულობს ხალხურა. არ ვიცი სულ რა. ეს დაშვებულია გარე ვაჭრობა თავისუფლად როდგან ხალხს სადაც უნდა იქ დგებიან, იქ ჩდებიან, მიწაზეა დაყრილი საქონელი, ეს ნებადართული აქვს თუ თავის არ ვიცი ვერ გეტყვი თვითონვე ალბათ ნებადართულები არიან რადგან რა ვიცი. ვინ უშლის. ძალიან ცუდი სიტუაცია საერთო ჯამში გენაცვალე. ძალიან ცუდი სიტუაცია. თუ უნდათ რომ საქართველოს გავდეს მიხედონ ჯერ პირველ რიგში ქუჩას. არ ცხენიათ მაინც ტურისტები რო ჩამოდიან ჩვენ ასეთ დღეში რო ვარ. არ ცხენიათ, აი აკროლებულია, აი ბოდიშმომიტყვია ქუჩები. კი, ნამდვილად მართალი ბრძანდებით, მაგრამ რას აკეთებს ამისთვის აი ბაზრის ადმინისტრაცია? ადმინისტრაციამ რა ქნას, რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გააგზავნათ. წერილობითი ბარათი, მოხსენებები, ყველაფერი აქ მერიაში, მაგრამ არავინ არაფერს არ არა, გარეთ რო არიან ასე ქუჩაში დამჯდარი მიწაზე და საქონელი გარშილი, ამისთვის არაფერი ჯარიმა არ წესდება და არის ჯერია. შემოკარგო ჯარიმაზე იმუშავეს, კანონი შეიმუშავეს, რომ სიგარეტის პიჩოკის გადაგდებაზე იყო ჯარიმა, სიგარეტის კი არ გადაგდება კი არა, საერთოდ აი ბოდიშმომიტყვია ტუალეტები არის ქუჩაში გახსნელი. ტუალეტები. მოაჭრეებს, გარემო. სწორედ ამაზე გვაქვს ლაპარაკი და ეს გვინდა გავარკვიოთ, არავინ არაფერზე არ აგირებს. არავინ, არც ქალაქის მერია, არც სანიტარული სამსახური არ დადის. არავინ ჩემოკარგო საერთოდ. 1000-ნაირი უბედურობა, 1000-ნაირი ეპიდემია ხდება, მის უმეტეს ზაფხულია. ყველანაირი შავი ჭირი და რა თქმა უნდა, აი ხორცი, ქათამი, პური, შეუფუთავადებს ყველაფერი აბსოლუტურად გარიყიდო. ესაც არ უნდა ხდებოდეს. კი არა 1000 ჯერ მოვაწერ ხერს, რომ ყველა უნდა შემოვიდეს ბაზარში, უნდა იყოს ნორმალური წესრიგში, ნორმალურად უნდა იყიდებოდეს ყველაფერი, მაგრამ აბა ქუჩაში გადი რა მდგომარეობა არის. არაფერი. კი, ვიყავით, გეთანხმებით. პირველ რიგში მოაწესრიგონ ქუჩა ძალიან ეს ჩვენი თხოვნა არის. მარტო ჩემი კი არა. საერთოდ მთელი ხალხის თხოვნა არის, რომ ქუჩა მოწესრიგდეს. ქუჩაში ფეხით ვეღარ გამივლია. ვერ გამივლია ფეხით. ორი ჩანდა რო დაიკავო უკვე რომ დაეტაკო ვისმე გადაგივლია რა ისეთი სიტუაცია. მართალია, იმიტომ რომ პირდაპირ ზიან, აი სადაც ავტობუსები ჩერდება, მარშრუტკები ჩერდება, გასავლის საშუალება გააჩერებს ჩემო კარგო. ვეღარც ავტობუსი აჩერებს თავის ადგილზე. ტაქსის გაჩერება რო გინდოდეს, იქაც ვერ გაჩერდები. ნორმალურად ვერ დადგები რომ ტაქსი გააჩერო. ყველგან მოფთხნილი არიან, ყველგან ზიან. ქუჩა არის, ტროტუარი არის, ცენტრალური ქუჩა არის თუ გადასასვლელია თუ რა არის. მეტროს ამოსასვლელში ხო ვერ ამოივლი საერთოდ. ვერ амоивли. Қар сакаурова. Вам нравится вот такая ситуация, что нет, без упаковки все нет, лежит на виду? Нет, нет, Конечно, нет, не нравится, потому что одни инфекции, одни заболевания, везде инфекции. Помогает такая гумарева? ეს კაია? ხო თქვენი აზრი გვაინტერესებს. არა. აქეთ არ უნდა იჯდნენ, გარეთ დიახ, არ უნდა იყოს ტრაპეზი დიახ, საქონელი, დიახ, არ უნდა იყოს შეუფუთავა და სულ უნდა იყოს შიგნით. თუ გინდა სუფთა პროდუქტი შეჭამო, ხო და უნდა იყოს ბაზარში და ექიმი და მოვიდე და გასინჯოს. ნამდვილად მართალი ბრძანდებით. მაგრამ სამწუხაროდ ესეც არ ხდება და აი ამას სწავლობთ ახლა ბაზრის მდგომარეობას. რას ეტყოდით ზემდგომ ორგანოებს, რომლებიც უნდა ხედავდნენ ამას ყველაფერს და არ უყურებენ. აი თქვენ როგორც მომხმარებელი. მე აი ჩვენი თავრობის ხალხი არ ვარ. რატო?
აი რო უფლებას მისცემენ ამას, ესენი ხიდიან გარეთ. მართალია ჩვენ თავრობა? არ არის მართალი. უნდა მიექცეს აუცილებლად ყურადღება. აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება და ამას ჩვენ ვიქონებთ ხედელობაში. დიდი მადლობა. ყიდი ხან ძვირად გაყიდი, რა ვიცი რა ფასები ხალხი შიგით გადასახადებია უფრო? გადასახადებია. ყიდველიც არ აყავს შიგნით. გინდა არ გინდა მაინც ვიღაცას დაიჭერ და გაყიდე. კი, მაგრამ თქვენ ეხლა ეს ამას არ გიშლიან გარეთ როზი ხართ. აი ეხლა აი სულ ყველგან მოდებული როა ვიღაცა ძირს ზის, ვიღაცა ძირს აქ დადებული. ეს ნებადართულია და არ გიშლიან ხელ. ეს ეხლა ნებადართული თუ რა არჩევნებრივ ჩაივლის ნახე მე რა ნებადართული. გასაგები უბრალოდ ეხლა მოგცეთ თავისუფლება რომ თავისუფლება იმიტომ რომ არ ხალხი ჭირდება დარჩევნებია. აი იმიტომ. მეტი არაფერი. არჩევნების შემდეგ ადრე არ იყო ასე? სააკაშვილის დროს ხო აიგზალა ეს გარევაჭო. და ძამ კაცრად იყო სხვათა შორის აკრძალა. ბაზარ ჭირდება სისუფთავია. იმ კაც მდგომარეობაში რაც ხდებოდა, არც ერთი არ შუქდებოდა. ზედამხედველობა რასაც უკეთებდა აქ პარკების გამყიდველ ხალხსა. პარკს რო ყიდიდა 5 თეთრად და როგორ ექცეოდა მაგ ხალხს. ამაზე არც ერთმა მთავრობამ არ ილაპარაკა ეხლანდელო მთავრობა. ნუ ექცეოდა ალბათ იმისთვის აკეთებდა რომ ყოფილიყო წესი. ხალხს საქართველოში არ არსებობს არავითარი ახალგაზრდას შუახნისას არ აქვს სამსახური და ერთი არის ბაზარი დარჩენილი და ერთი გზა არის თურქეთი, სადაც გაიქცა მთელი საქართველო. და მთავრობა ამას საერთოდ არ უყურებს. რომ ხალხი გარბის საქართველოდან. და ვინც არიან ის 20% თუ 25% ისიც გარბის უკვე. რატო არ უყურებს ამას? მარტო ჯიბეზე კი არ უნდა იყურო, უყურე შენ ხალხს. ხალხის ეკონომიკა მოაგვარე ჯერ პირველად და მე მოაგვარე შენი პირადული ოჯახური. გასაგებია ქალბატონო თქვენი აზრი. მთავრობა არ არის ხალხთან ახლოს. მთავრობა ხალხთან არ ლაპარაკობს. ხალხი და მთავრობა შუა არის საზღვარი გავლებული. როგორც უკვე იცით, თქვენ ჩვენ ვარ ტელეკომპანია პეკატევიდან და ჩვენთან შემოვიდა განცხადება დაერეკა ცხელხაზე, რომ ნათლობის ბაზარში არის ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობა, დაბინძურებულია, გარევაჭრობა თავისუფლად არის ძალიან მიშვებული და გთხოვეს, რომ გადაგვეღო და ეს ყველაფერი გვეჩვენებინა მაყურებლისთვისაც და სადაც სამსახურებისთვისაც და ჩვენს გვაინტერესებს ახლა, ჩვენ ახლა შემოვედით, გადავიღეთ და მე როგორც ქალაქის თვალით დანახულმა და რა ჟურნალისტის მართლა არ მესიამოვნა ის რაც ხდება ამ ბაზარში. ჯერ ერთი რომ ყველაფერი არის ძირს დაყრილი, თვითონ გამყიდველები ასევე ძირს არიან გართხმულები, მანქანები აი ეს მარშრუტკები, ავტობუსები გავლის საშუალება არ აქვს, ძალიან შევეწრებულია ქუჩები და ტროტუარები და მთელი ქუჩაში დაყრილია, ყველის, ხაჭოს და პროდუქტები დაბლა. ჯერ ქუჩას მიხედეთ, მე გადავდეთ ბაზარში ახლა. ქუჩას მიხედეთ კი ბატონო. თქვენი არ არის? ქუჩა ჩემი როგორ რა გადაბრიოთ თქვენ ახლა თქვენ ქუჩა ჩვენ როგორ რა გადაბრიოთ? გვიხსენით მე ახლა არ ვიცი. ქუჩა თქვენ ახლა კარებს იქით ჩვენი არ არის როგორ ქუჩა ქალაქის მერის. ჩვენ როგორ ქუჩა მერის არის კი? გადმეკითხავ ჩვენ გარეთ. კი. თქვენ დახლებით ცარიელი ახლა ცარიელი ამიტომ თქვენ არ გირჩევნიათ ეს დახლები დაკავებული იყოს. მე ვინა პატრონი შემოეყაროს. არ ვიცი თქვენ არის ქალაქის მერე იკითხეთ. მიბძანეთ მერთან კითხეთ რომ ბატონო მე რატო აქ ვაჟდო ჩემთან რა გინდათ? თქვენ არ მიგიმართათ არ გაინტერესებთ. ბევრჯერ მივმართეთ და წელების მივწე მაგრამ კაცი პატრონი არა. თქვენ მასე ვარ შეგეშალათ. მიბძანეთ ქალაქის მერიაში უთხრეთ რატო ქუჩაში ვაჟდო მე რა მოდი ჩემთან. თქვენთან შიგით რო ხდება ბაზარი? რა ხდება შემაში დამითხარი? წაუმზანი მაჩვენე სახორცი შეუბდავი. ხორც მოყვა ფორმორი არის მასივარში, ყავს სამი კაცი. მასივარში ყველაფერი აბსოლუტურად. გარეთ ეხა გავიდეთ და ნახეთ. სად გარეთ? წამოდი მაჩვენე ისენ ჩემი არ არის. მაჩვენე და წაუმზანეთ. უკვე რო შემოვდივარ. ის ჩემი არ არის. ჩემი მარტო ეს პოი ჩემი კერძოა, ჩემი არ არის. კერძოა ის. აი რო შემოვდივარ. ჩემი შიგნით არ არის ქალბატონო, გითხრა მარტო ეს არის ჩემი შიგნით არ არის. მე თავი პატრონი ხავს, მე საკუთრების ხები არის ეს. და ვინ არის? კითხე დირექტორი მე რა ვიცი ვინ მათია. ა 14 კაცი ჩემი არ არის, მე არ მეკუთვნეს. ჩემი თან შედიანენ მე ხორცები რო შემოდიხარ. ის იმათ მე პატრონი ხავს, თავი პატრონი ხავს იმათ. აბა თქვენ აგეხებათ მარტო? მე მეხება ეს ტერიტორია და მარტო ეს პავილიონი მეტი არაფერი. მეტი არაფერია თქვენ ამ ხალბაზარში? ტერიტორია ჩემი ხილბოსტანი ვარ ის რო შემოთხრა ხორცი ჩემი არ არის. 14-ობით ჩემი არ არის. არც ყოლი, არც არა ჩემი არ ჩემი ყველაფერი მათია, ცალკე ეს ყველაფერი. კითხე ცალკე მე საკუთრების გარევაჭრობა თქვენ არ გეხებათ? ეს ხდება ყველაფერი თქვენი ბაზრის გარშემო. ხო და გარშემო მე მე არ მეკვდა ქალაქის მერის. თელი ქალაქი ბაზარი გახდა, რა გადაბრიო? მიმართეთ მერიას რომ ბევრჯერ მივმართეთ და აგერ წელია, მაგრამ კაცი პატრონი ვინა გამკითხა, თელი ქალაქი ბაზარი გახდა, თელი ქალაქი.
დიდუბე, სუბაღ ბაზარი, აქ გაიკვირდათ ქუჩაში ვაჭრობა? არა, მე ჩვენ უბრალოდ ახლა თქვენთან მოვედით, იმიტომ რომ რატო? დაწყეთ, არა. გაჩემისა ქალიქს მე თქვენ შეეშლა მისამართი. მერიაში უთხარით რომ ქუჩის ვაჭრობას მიხე, შემდეგ რა გინდა? ჩემ რაში მეტი არაფერი რა. მე აგე პასუხი დასა ყველაფერი. გაერთვე რა. მათ ქალაქ მერის არის. იგვება ბაზარი საერთოდ. როგორ იგვება ყველგან ირეცხება კიდე როგორ დავარავის ბაზარი იქნება როგორ რა. აგე ბუნკერები და გასყოლდა ჩაით. ბუნკერები ყოლდა გადაფურის დაგავი. რა იქნება? გასაგები ესე იგი არაფრის პრეტენზია არ გაქვთ, თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი მუშაობით, თქვენს კი, კმაყოფილი ვარ, აბსოლუტურად ყველაფერი. და მაშინ სადავშენ, წამომზანი, მაშინ. სადა ბაზარდა. მეტროში ვერ ხარ, მეტროში გადაიხედე. ნაგავს რა ყველაფერი, ნაგავს ყველაფერი. ახლა ჩავიწერეთ თქვენი გამყიდველების დატანა. ჩემი გაუდა არ არის, არ არის. თქვენი შიგნით ბაზარში რა, სუბსაუბარო შენ ბაზარში. წავედი მაშინ წამომზანი, მაშინ წამომზანი. ჩვენ ჩამოწერილი გვაქვს. არა, მაშინ ჩემ გაიადო, წამომზანი. რა გაჩვენოთ? სადა ნაგავს შენ მაშინ ბაზარში. თქვენ თქვით, აი აგერ შევასას ამოსასრულში, ახლა ჩამოდით აგერ. სად? აი აგერ დახლებს შუა აგერ, როგორ აი რა ვიცი, ხა ამით როგორ წავიდეთ? ერთად მაშინ წავიდე სადა ბაზარში ნაგავი. ნაგავი ქუჩაში. მეტროში ვერ ჩახვალ, კი? საღამოს ყველა აქ ყავს მენაგვეები, რომლებიც ასუფთავებენ ბაზარს. საღამოს 7-8 ისა მენაგვე ასუფთავებს ბაზარს. ყოველწლიურად შუადღიდან იწყებენ, შუადღიდან. ეხლა ყოველ წუთშია რა, ვერ აიძულებ შენ იმას, რომ სულ იმიტომ ყრიან ეს მემწვანილეები განსაკუთრებით იმ კომბოსტოებს ყოფს ხუნიან და რაღაცა იმ კანებს ყრიან იქ. ეს გარეთ გარეთ სიგრიტაც გარეთაც გარეთ ჩვენ არ გვეხება. გარეთ ჩვენ ჭიშკრის იქი ჩვენ არ გვეხება არაფერი. ეს არის ჩვენი შიგნით რაც არის ეს ტერიტორია ეგ გვეხება. და იქ არის 6-7 ისაყვას დამლაგებელი, რომლებიც გამუდმებით ალაგებენ ამ იმას. მაგრამ ბაზარი ხო იცით რა. არა, იქ სუბსაუბრო ჩადის იხრება და მე გადის ყოველთვის ყორტა შედგარ დაგავი. ბუნკერია სპეციალური და უზარმაზარ ფულს ვიხდით ნაგვის გატანა. ვიხდი 3000 ლარს ვიხდი ნაგვის გატანაში. აგერა ბუნკერი და გადის იქიდან აგერ ყოველდღე. ესე იგი თქვენ უკვე მიმართეთ მერიას იმის შესახებ, რომ გარე ვაჭრობა თქვენ გიშლით ხელს ყველანაირად. ძალიან გვიშლის. დანაგვენებულიც არის და მყიდველებიც გაფანტულები არა და მაური ის აი მოსახლეობას კითხებთ. აი მოსახლეობას კითხებთ. ნახეთ, თელქალაქი ბაზარი არ არის? კი, თელქალაქი ბაზარი გაიკვირდა. ამათ გონდა გაბაზმა ჩვენია. ჩვენ როგორ თქვენთან მოვიდეთ, ისე წავალთ. ხალბატონო, დაცხოვრებლები რო არის სახლებში. აი გაუძლეს პირობებში არიან. მთელი ღამე ხორჩებიან ისინი. თუ თვრალები თუ ისინი გინება უცმაწური სიტყვები ჩხუბი ერთმანეთში ადგილებზე იმაზე ეს ხალხი არის არ ვიცი როგორ იტანს კიდე ეს ხალხი ამას პარლამენტის დადგენილება კანონია რომ გარე ვაჭრობა ქუჩის ვაჭრობა არის აკრძალული პატრულს რომ მივმართე მე ოფიცერს მითხრა რომ თქვენო დირექტორი ხო გყავთო კი მე უთხარი ნუ იცის რომ აქ მუშაობ დირექტორის გარეშე აკეთებთ რამეს წყვიტავთ მე თუ ჩემი უფროსი არ მეტყვისო თორე ამას რა უნდა ვერ საათში შევყრიმი ამას შეგნით მაგრამ უნდა მითხრას უფროსმაო იმ უფროს არ ეუნებიან მითომ ეს არჩევნების წელია ხო იცით როგორ არის არა ხო რო ხალხი არ აყვირონ არ დააყვირონ და აიმიტომ ვიწყლიტები ჩვენ შეხედეთ არა 15 ადამიანი დგას აი ეს გამიკვირდა ზუსტად რომ დახლებიც არიელია და გარეთ ხუბობენ ადგილებზე ერთმანეთს ხოცავენ ხო ვინ არის ამის ბატონ პატრონი ვისია ის ქუჩა ვინ რას აკეთებს ხო ჩვენ არ გვეხება ნუ ეგ არ ვერები ჩვენ იმას საქმეში კარგით გასაგებია ჩვენ უკვე გავიგეთ დირექტორი ეს გარბის თუ მერიაში თუ გამგეობაში თუ იმაში მიმართეთ წერილობითაც და აგერ არის ბატონი დირექტორი და კითხეთ კაცო რამდენჯერ და როგორ და ეს ჩვენ ლაპარაკს აფერი ფასი არ გეცვალე რა არაფერი ფასი აქვს აფრთხილდეთ რომ დაწყოთ ქალაქის მერიიდან გამგეობიდან ჩვენთან არ გამოვა არაფერი უნდა ვთქვათ რატოა ქუჩაში ვაჭრობა მორჩა ყველაფერი ჩვენთან რა გინდა რა გავიგე რა მე რა ვქნა ქუჩას მე ვერ მოვიდა არის ქუჩა ჩემი არ არის არა ჩვენ მოვიდეთ რომ გავარკვიოთ ეს თქვენ გეკუთვნით თუ არ გეკუთვნით და აი ზომი ქუჩა ჩვენი არ არის არის ქალაქის მერის არის გამგეობი ჩვენი არ არის რა გავიგეთ ესეც გავიგეთ ისიც გავიგეთ რომ იგი მართავთ და ყურადღება არ მიუქცევიათ და აგერ ამ ბატონმა ბრძანა რომ იმას უფლება ქონდეს მაგრამ იმას არ აქვს ზემოდან იმის საშუალება და უფლება რომ ეს ხალხი აქეთ შემოყაროს და განსაკუთრებით ო რა თქმა უნდა ეს არის ჯაჭვური გოლი რომელსაც უნდა მოიღოს რამენაირად არის საშუალება და მოიღოს გოლი დიდი მადლობა კარგად განგებოდეთ დღეს ამით გემშვიდობებით და მომავალში აუცილებლად გისაუბრებთ თქვენთვის რა თქმა უნდა აქტუალურ თემებზე მობრძანდით სტუდიაში ან დაგვირეკეთ კომენტებულ საკონტაქტო ტელეფონებზე
ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს მოთხოვნებს და აზრებს.